საქართველოში მზის ენერგიის ათვისება აქტიურდება. სახელმწიფო ელექტროსისტემა ერთიან ენერგეტიკულ ქსელს 10 მეგავატის სიმძლავრის მზის 5 ელექტროსადგურს მიუერთებს. ელექტროგადამცემ ქსელში მზის ენერგიის ინტეგრაცია საქართველოში პირველად განხორციელდება. ამასთან ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით დაახლოებით 88,5 მილიონი დოლარის საინვესტიციო ღირებულების 150 მეგავატზე პროექტებზე დასრულებულია ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა და განიხილება შესაბამისი პროექტების სამშენებლო ეტაპზე გადაყვანა. თავად მზის ელექტროსადგურების ინვესტორები კი აცხადებენ, რომ ამ მიმართულებით დაინტერესების ზრდის განმაპირობებელი ფაქტორი მათ შორის დარგისთვის არსებული ეგრეთ წოდებული CFD მექანიზმი და ტექნოლოგიების გაიაფება. რა ტემპით მიმდინარეობს საქართველოში მზის ენერგიის ათვისება და რა არის ამ მიმართულებით მთავარი გამოწვევები, ნუცა შუბაშვილი მუშაობდა თემაზე და შეფასებებს ახლა პირდაპირ ეთერში გაგვეცნობს, ნუცა საღამოშვიდობისა. ელენე, მოგესალმები. დიახ, ქვეყნის ერთიან ენერგეტიკულ ქსელს მზის ელექტროსადგურები პირველად მიუერთდება. როგორც აღინიშნა, საუბარია ჯამურად 10 მეგავატის სიმძლავრის მზის 5 ელექტროსადგურზე, რომელიც კახეთის რეგიონში მდებარეობს. ელექტროსადგურების ინვესტორი კომპანიები შეპესე ალაზნის მზე და კახეთის მზეა და როგორც კომპანიაში განგვიმარტეს, ეს სიმძლავრები ქსელს უახლოეს კვირებში მიუერთდება. ჯამურად 5 ელექტროსადგურის გამომუშავება კი წლიურად 15 მილიონი კილოვატ-საათი იქნება. აღსანიშნავია, რომ ეს სადგურები ენერგეტიკის ხარდამჭერი CFD მექანიზმის ფარგლებში აშენდა და როგორც ინვესტორ კომპანიაში განმარტავენ, მათ პორტფელში დამატებით ჯამურად 100 მეგავატის სიმძლავრის მზის სადგურებია, რომელთა მშენებლობა ეტაპობრივად უახლოეს წლებში იგეგმება. 2025 წლის მაისში ჩვენ დავასრულეთ 5 მზის ელექტროსადგურის პროექტის მშენებლობა. ამ ეტაპზე ეს არის დადგმული სიმძლავრით 10 მეგავატი, თითოეული 2 მეგავატიანი სადგურია. ყველა მდებარეობს კახეთის რეგიონში და ეხლა მიმდინარეობს აქტიური მუშაობა საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასთან, რომ მოხდეს ამ სადგურების ქსელზე დაერთება. 5-ვე სადგური ისარგებლებს CFD მექანიზმით და ეს იყო ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, ძირითადი განმაპირობებელი, რატომ მოხდა ამ პროექტების განვითარებაც. იმიტომ როგორც მოგეხსენებათ, როგორც ინვესტორისთვის, ასევე ბანკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ მექანიზმის არსებობა და ამ მექანიზმის ჩარჩოს ქვეშ განვითარდა ეს 5-ვე მზის ელექტროსადგური. საქართველოში დღეს რეალურად ადგილობრივი მოხმარება ასწრებს ადგილობრივ ელექტროენერგიის წარმოებას და ამიტომ ჩვენ როგორც კომპანია ვხედავთ, რომ არსებობს ის, ესე ვთქვათ, ნიშა, რომელიც არის ამოსავსები. მზის მიმართულებით დაახლოებით 100 მეგავატის პროექტები გვაქვს ჩვენს პორტფელში განსავითარებლად. ყველა მათგანი სხვადასხვა ეტაპზე არის, მაგრამ აქტიურად მივყვებით და ვფიქრობთ, რომ რამდენიმე წლის, უახლოესი წლების განმავლობაში მოხდება მათი ასევე აშენება და ქსელზე დაერთება. აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში მზის ენერგიის მიმართულებით ინვესტორების დაინტერესება მზარდია. ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით დაახლოებით 88,5 მილიონი დოლარის საინვესტიციო ღირებულების 150 მეგავატზე პროექტებზე უკვე დასრულებულია ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა და განიხილება შესაბამისი პროექტების სამშენებლო ეტაპზე გადაყვანა. ამასთან ენერგეტიკის სექტორში პირდაპირ მოლაპარაკებების გზით კონტრაქტების ფარგლებში ეკონომიკის სამინისტროში შესული 435 განაცხადიდან 251 სწორედ მზეზე მოდიოდა. მზის ელექტროსადგურების ინვესტორები აცხადებენ, რომ ამ მიმართულებით დაინტერესების ზრდის განმაპირობებელი ფაქტორები, მათ შორის დარგისთვის არსებული CFD მექანიზმი და ტექნოლოგიების გაიაფება. ამჟამად დამუშავებაში გვაქვს ჯამში 250 მეგავატის სიმძლავრის ელექტროსადგურები. ეს სხვადასხვა სიმძლავრებით 250 მეგავატის სიმძლავრი არის. სხვადასხვა რეგიონებში, რომლებიც ჯერჯერობით იმყოფებიან განვითარების სხვადასხვა ეტაპზე. და ვფიქრობთ, რომ მომდევნო წლიდან დიდი რაოდენობა, ამ პროექტების უმეტესი რაოდენობა გადავა სამშენებლო ეტაპზე. დღესდღეობით არის ძალიან ხელსაყრელი პირობები ამ სფეროში ინვესტირებისთვის. რაც გულისხმობს სახელმწიფოს მხრიდან სტიმულირების მექანიზმებს. ეს არის ერთ-ერთი მექანიზმი, არის ეს გარანტირებული შესყიდვის ტარიფი, რაც პროექტებს დაფინანსებაც ხდის სხვადასხვა ფინანსური ინსტიტუტების მიერ. მზის ელექტროსადგურების ღირებულება შემცირებული არის ბოლო წლების განმავლობაში, რაც განპირობებული არის მზის პანელებზე ფასების კლებით, რაც ძირითად კომპონენტს შეადგენს მზის ელექტროსადგურში. და ეს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის ამ სფეროში ინვესტირებას.
მზის ენერგიის განვითარების ასოციაციაში აცხადებენ, რომ მზის ენერგიის ათვისება ქვეყნისთვის, მათ შორის გაზაფხული, ზაფხულის პერიოდში პიკური მოხმარებისას დეფიციტის დაბალანსებისთვის მნიშვნელოვანია. ასოციაციის თავმჯდომარის თორნიკე დარჯანიას განცხადებით, მოსალოდნელია, რომ მომავალ წელს დამატებით მზის ენერგიის სიმძლავრეები შევა ექსპლუატაციაში, თუმცა დარჯანია გამოწვევებზეც საუბრობს, კერძოდ იმისთვის, რომ ერთიან ენერგეტიკულ ქსელში მომავალ წლებში დიდი მოცულობით მზის ენერგიის ინტეგრაცია შესაძლებელი იყოს, ამისთვის აუცილებელია ქსელის განვითარება, ანუ როგორც ქვეყანაში შემნახველი ბატარეების სისტემის მოწყობა, ასევე მარეგულირებელი ჰესების მშენებლობის დაჩქარება. მზის ელექტროსადგურები ზოგადად გენერაციის სიჭარბით გამოირჩევიან აპრილიდან ოქტომბრის ჩათვლით. შესაბამისად, ამ პერიოდში შესაძლებელი არის მზის ელექტროსადგურების მიერ მოხსნილი იქნას პიკები. ახლა ამ მომენტისათვის ჩვენ თბოსადგურის მიერ გენერირებულ ელექტროენერგიას მოვიხმართ, ანუ ბუნებრივ არის წვავთ იმისთვის, რომ ელექტროენერგია მივიღოთ, მაშინ როდესაც ამ დეფიციტის დაბალანსება და შევსება შეუძლია ძალიან თავისუფლად მზის ელექტროსადგურს. ძალიან მაღალი ინტერესი არის სამინისტროში 300-ზე მეტი განცხადება არის შესული, ჯამურად 6000 მეგავატზე მეტი. მე ჩემი გადმოსახედიდან ეს პროექტები, ამ პროექტების უმრავლესობა ვერ განხორციელდება. თუმცა ამისი 20%-იც რომ განხორციელდეს, ჩვენ დაგვაყენებს იგივე დიდი გამოწვევის წინაშე, რომ ქსელმა ამისი ინტეგრაცია უნდა შეძლოს, ანუ უნდა შეძლოს ამ გენერაციის მიღება. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანი არის შემნახველი სისტემების განვითარება, ეგრეთ წოდებული სააკუმულატორო სისტემების და მარეგულირებელი ჰესების, რომლის პროექტებიც ჩვენ ქვეყანაში გვაქვს. აღსანიშნავია, რომ TBC კაპიტალის მიერ მზის ენერგიის საკითხზე მომზადებული კვლევის თანახმად საშუალებადია პერსპექტივაში საქართველოში მზის სადგურებზე დაფიქსირებული ინტერესის სრულად რეალიზება ნაკლებად სავარაუდოა, რაც ქსელის შეზღუდვით აიხსნება. კერძოდ, სექტორული კვლევის თანახმად 2028 წლამდე ქსელში დასაშვებია 500 მეგავატი მზის სადგურების ინტეგრაცია, რაც 10-ჯერ ჩამორჩება დაფიქსირებულ ინტერესს. კერძოდ, CFD აუქციონების პირდაპირ კონტრაქტების და ნეტო აღრიცხვის ფარგლებში მზის სადგურებზე დაფიქსირებული ინტერესი ინვესტორების მხრიდან დაახლოებით 5500 მეგავატს აჭარბებს. მადლობა, ჩემი კოლეგა ნუცა შუბაშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში.